ვიცი რომ ამ ვიდეოს სოფლის მეურნეობით დაკავებული ხალხი უყურებს, ამიტომ მაინტერესებს უბრალოდ რას ეძახიან კარგ მოსავალს ჩვენი პრაქტიკოსი ფერმერები საქართველოში. თორემ რა უნდა იყოს, რომ კარგი დაერქვას, ეს ძალიან კარგად ვიცი. თუ თქვენ გაქვთ თქვენი მოსავლის რაოდენობა შეფასებული, დაიზარებთ დაწერეთ კომენტარებში. ანუ რა შედეგებს ვიღებთ საქართველოში. ახლა საქსტატის ინფორმაციას ავიღებდი წასაკითხად, მაგრამ ვერ ვენდობ ახლა საქსტატ შემიტერიენდო. მირჩევნია პრაქტიკოსმა ფერმერებმა დაწეროთ, მე კი გიჩვენებთ, როგორია საშუალო და რეკორდული მოსავლიანობა ევროპაში. ახლა ეკრანზე თქვენ ხედავთ ძირითადი კულტურების მოსავლიანობას ევროგაერთიანებაში. კარტოფილი ჰექტარზე მოდის 30-დან 45 ტონამდე საშუალოდ, ხოლო რეკორდული მოსავლიანობა არის 70 ჰექტარი. ბადრიჯანი 20-დან 35 ტონამდე საშუალოდ ჰექტარზე, რეკორდი არის 60 ტონა ჰექტარზე. კიტრი, რომელიც მე თვითონაც მომყავს 20-დან 40-მდე ეს საშუალო მოსავლიანობა, ხოლო 80 ეს არის რეკორდი. პომიდორისათვის რეკორდი 100 გახლავთ, საშუალო მოსავლიანობა 30-დან 60-მდე. ასევე აქ არის მოყვანილი კომბოსტოს, ყურძნის, ხორბლის, ხორბალი ძალიან მნიშვნელოვანი კულტურა გახლავთ. საშუალო მოსავლიანობა ევროპაში არის 5-დან 8 ტონამდე, ხოლო რეკორდი ჰექტარზე არის 10 ტონა. სიმიც უფრო მეტი მოსავლიანობა აქვს, 6-დან 10 ტონამდე საშუალოდ, ხოლო 15 ტონა ჰექტარზე გახლავთ რეკორდი. ეს ყველაფერი არის კომერციულად სოფლის მეურნეობით დაკავებული ფერმერების მიერ მიღებული შედეგები. რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მაღალი შედეგები აქვთ სამეცნიერო დაწესებულებებს თავიანთ საცდელ ნაკვეთებში, მაგრამ ეს საცდელი ნაკვეთები არის შედარებით მცირე და ახლა ფერმერი ვერასოდეს ვერ გაუტოლდება სამეცნიერო დაწესებულებას, თან გარდა ამისა შეიძლება ძალიან ძვირიც დაუждდეს ისეთნაირად მოყვანა, რასაც სამეცნიერო ლაბორატორიები და სამეცნიერო დაწესებულებები აღწევენ. ეხლა ეს ყველაფერი ხდება კონვენციურ მეურნეობებში, ანუ სადაც იყენებენ მინერალურ სასუქებსაც და შხამქიმიკატებსაც არასმთავარია. ხოლო ბიომეურნეობებში, სადაც აკრძალულია კატეგორიულად შხამქიმიკატების გამოყენება, ეს მაჩვენებლები არის 20-30%-ით დაბალი. ეხლა რას ვაღწევ მე პირადად ბიოლოგიური მეთოდებით. ახლა მართალია ეკეტრებზე არ მაქვს დათესილი, ანუ ჩემი შემთხვევა არის დაახლოებით იგივე რაც სამეცნიერო დაწესებულებებისა. მაგრამ კიტრის მოსავლიანობა ღია გრუნტში მაქვს კვადრატულ მეტრზე 20 კილოგრამზე მეტი. ანუ ჰექტარზე რო გადავიანგარიშოთ, ეს არის 200 ტონა. თუ გახსოვთ, ცხრილში 80 ტონა იყო რეკორდი. და ეს ბევრად მეტია ევროპულ რეკორდზე და მით უმეტეს მეტი არის საშუალო მოსავლიანობაზე, რაც დაახლოებით 30 ტონა გახლავთ ჰექტარზე. და ეს ხდება ყოველგვარი შხამქიმიკატების გარეშე. თან ისე რომ ადგილსაც არ ვუცვლი მცენარეებს, ანუ თესლბრუნვა ხდება სიდერატების ხარჯზე, მხოლოდ სიდერატების ხარჯზე. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში მე ვარ სამსახურში, რომელიც საერთოდ არ არის დაკავებული სოფლის მეურნეობით და მხოლოდ დილით სამსახურში წასვლამდე 1 საათი საშუალოდ და დაახლოებით ამდენივე საშუალოდ 1 საათი დღეში ვარ დაკავებული საკუთარ ეზოში მცენარეებით. შეიძლება ნაკლები დროითაც ახლა ზამთარში საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ ხომ? ასე რომ არ ამგონია ამდენიც იყოს თუ საშუალოს ავიღებთ. ეხლა
ეს შედეგი უტოლდება რას? ეს შედეგი უტოლდება სასოფლო-სამეურნეო კვლევით დაწესებულებების შედეგებს, რომლებიც ასევე კონვენციური ქიმიური მეთოდებით მუშაობენ. წელს ცუდი შედეგი მქონდა მხოლოდ 14 კილოგრამი ავიღე 1 კვადრატულ მეტრზე, ანუ ჰექტარზე გადაანგარიშებით 140 ტონა, მაგრამ ამის მიზეზი ჩემი ავადმყოფობა იყო ცუდი ამინდებისას. ანალოგიური შედეგი მაქვს პომიდორზე და კიდევ რამდენიმე სახეობის მწვანილზე, რომლებსაც პრიორიტეტად არ ვთვლი. ანუ საბოლოო ჯამში დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, ბიოლოგიური მეთოდებით შესაძლებელია. პირველი, იგივე მოსავლის აღება, რასაც იღებთ კონვენციური მეთოდებით, შხამქიმიკატების გამოყენებით, რასაც იღებთ, მოსავლის რაოდენობა შეიძლება იყოს ზუსტად იგივე. მეორე, ბიოპროდუქცია შეიძლება იყოს უფრო იაფი, თუ თავად შეძლებთ მოაწყოთ ბიოპრეპარატების მცირე წარმოება საკუთარი საჭიროებისათვის, რაც სრულიადაც არ არის ძნელი. ეხლა ყველაზე რთული, რაც არის ამ გზაზე, ეს გახლავთ ახალი ინფორმაციის მიღება და სწავლა ბიოპრეპარატების ჯერ შესაძლებლობების, ანუ უნდა ვიცოდეთ რა შეუძლია ბიოპრეპარატს და ვთქვათ ტურინგენი არ უნდა გამოვიყენოთ კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ. როგორც ვთქვათ ერთ-ერთმა ჩვენმა ფერმერმა გამოიყენა და მთლიანად გაუნადგურა კარტოფილის მოსავალი. და მეორე, გარდა მათი შესაძლებლობები, ბიოპრეპარატების შესაძლებლობისა, მათი გამრავლება და დამზადება უნდა ვისწავლოთ, რაც მოითხოვს განსხვავებულ ცოდნას. რეალურად არანაირი სირთულე არ არის სკოლაში რომ გამართულ სამიანზე სწავლობდა ადამიანი. იმას თავისუფლად შეუძლია ყოველივე ამისი გაკეთება და გამეორება, ხოლო თუ ბიოლოგიური ან სამედიცინო განათლება გაქვთ მიღებული, მით უმეტეს ადვილია. უბრალოდ რაღაც გარკვეული ნებისყოფა უნდა გამოიჩინოთ და დრო გამოყოთ სასწავლებლად. რაც მთავარია, ვთქვათ, ერთბაშად დიდ ფართობს ბიოლოგიური მეთოდებით, როდესაც გამოცდილება არ გაქვთ, არ უნდა ეცეთ, ეს სრულიად გამორიცხულია. უბრალოდ დასაწყისი უნდა დაიწყოთ რაღაცა პატარა ფართობზე, სადაც მოსავალი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ იქნება და მას მერე რაც იქ შეძლებთ ბიოლოგიური მეთოდებით და ბიოპრეპარატებით საკმარისი მოსავლის მიღებას, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადახვიდეთ ჰექტრობით ფართობზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიასკო შეიძლება ითქვას, რომ გარანტირებულია და მოსავლის გარეშე დარჩებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ბიომეურნეობის განვითარების გზაზე ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენმა ფერმერებმა უბრალოდ არ იციან არც ბიოპრეპარატების შესაძლებლობები, რომ შეძლონ მათი გამოყენება სწორად და არც მათი მიღება საკუთარი საჭიროებისათვის, რათა ბიოპროდუქცია იყოს უფრო იაფი. თვითღირებულება სრულიად შესაძლებელია იყოს უფრო იაფი, ვიდრე კონვენციურ მეურნეობებში შხამქიმიკატების გამოყენებისას, იმიტომ რომ შხამქიმიკატებიც უკვე აღარ არის იაფი, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ძვირია და მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია, რომ ძვირდება. მართალია ეს აძვირებს კონვენციურ მეურნეობებში მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, მაგრამ როდესმე ხომ უნდა მოვიდეთ აზრზე და ბიოპრეპარატების საკუთარი ხელით დავამზადოთ საკუთარი მიზნებისათვის. ან უფრო მეტი წარმოება უნდა გაიხსნას და ამოქმედდეს და ამის შედეგად შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ბიომეურნეობის წარმოება და უფრო მეტი ეკოლოგიურად სუფთა და მაღალხარისხოვანი უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის კარგად გრძანდებოდეთ.